ხშირად არის, როდესაც ჩვენ დაცვითი მექანიზმები ფსიქიკის ისე ძლიერად მოქმედებს ჩვენზე, რომ გვატყუებს ჩვენი ფსიქიკა რაღაცეებს. მაგალითად, აი თუნდაც ის, რომ ვაუფასუნებთ და ვიძახით, რომ ჩვენი ეს ქცევა არ არის დამოკიდებლური. რაღაც ნივთიერებების მიმართ 2 თვეში ერთხელ, თვეში ერთხელ, მარიხუანა 1000-ში ერთხელ. მაგ დროს შენ თავს ატყუებ ადამიანი რა და თუ დაინახე, რომ შენ თავს ატყუებ, ეგ უნდა იყოს ზუსტად შენთვის ინდიკატორი იმისა, რომ უკვე დამოკიდებული ხარ. მე როდესაც რაღაც ნივთიერებებს ვიღებ და ვიძახი, რომ ეხა არა უშავს რაღაც გავერთობი, რაღაც გავფრინდები, ვიკენდებზე ვიგულავებ, ჩამოვალ რანაირად. როგორ რაღაცნაირად გადააბიჯონ თავიანთ თავს და ფსიქოთერაპევტთან მივიდნენ, მოუყრენ თავიანთი გამოცდილება და თვითონ გამოერკვნენ თავიანთ თავში. ვინმეს გამო კი არა, აი უბრალოდ თვითონ რო იცოდნენ სიმართლეა თუ ტყუილია. ხო ჯერათ ამ ადამიანებს რომ ეს არაფერია, უბრალოდ მივიდნენ, დაჯდნენ ერთ-ერთზე ერთ ოთახში ადამიანთან და გაისაუბრონ. იქნებ რამე ისეთი გაიგონ თავიანთ თავზე. იქნებ მართლა სიმართლეა და არაფერია. ხო უბრალოდ მივიდნენ, გაისაუბრონ, აუცილებლად იპოვიან იმ პასუხს, რაც მომავალში მათი ცხოვრების ხარისხიანი ცხოვრების საწინდარი იქნება.